მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია, მოგეხლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენ სამეგრელოში, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებით. დღეს 25 სექტემბერია და სრულიად საქართველოს ჭყონდიდობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, მაგრამ სანამ შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემის მთავარ სტუმარს, მე მინდა მაყურებელმა ნახოს თუ როგორ აღინიშნა ეს დღესასწაული სამეგრელოში. გიორგი ჭყონდიდელი არის ის ადამიანი, რომელმაც განაპირობა ბედი საქართველოსი. და რომ არ ყოფილიყო ჭეშმარიტად გიორგი ჭყონდიდელი ჩვენ არ გვეყოლებოდა დავით აღმაშენებელი და რო არ ყოფილიყო დავით აღმაშენებელი ჩვენ არ გვეყოლებოდა გიორგი ჭყონდიდელი. მართლაც ამ ორმა ადამიანმა ურთიერთ შეთანხმებული მოქმედებით, გადაწყვეტილებების მიღებით, იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც ტაძრის წინამდვილეში ლოცვით ხდებოდა, გადაწყვეტილებებისა, რომელიც მართლაც ერის გადარჩენას და არა, როგორც მეუფე მზანა, გარედან მიღებულ კარნახის შესრულებას განაპირობებდა, ამ გადაწყვეტილებებმა გადაარჩინა საქართველო და ჩვენ მოგცა ისეთი საოცარი ეპოქა, ოქროს ხანა. ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც ორი წმინდა მღვდელმთავარი მოღვაწეობდა აქ ანტონი ჭყონდიდელი და გიორგი ჭყონდიდელი. მრავალი მღვდელმთავარი გარდა ამ ორი წმინდა მღვდელმთავრებისა ღვაწლით გავწყინდნენ და განსაკუთრებით გამორჩეული იყო მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი. გიორგი ჭყონდიდელი ეს არის ის მღვდელმთავარი, რომლის ლოცვა კურთხევამაც და რომლის სასულიერო და საერო ღვაწლმა დიდი ნაყოფი გამოიღო. ის იყო ჩვენი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის პირველი ვეზირი, დღევანდელი გაგებით პრემიერ-მინისტრი. და შეიძლება ითქვას, რომ არა გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელი ასეთ სულიერ და ფიზიკურ აღმშენებლობას ვერ შეძლებდა. დავით აღმაშენებელში გიორგი ჭყონდიდელმა აღზარდა ის, რომ საქართველო, ქართველობა ქართველში ეძებნა მას პირველ ყოვლისა გამარჯვების თავარი საყრდენი და სწორედ ასეთი ოხერქნილ საქართველო რომ ჩაიბარა 1099 წელს დავით აღმაშენებელმა, ანუ თურქთაგან გაპარტახებული საქართველო, მან მინავლებული ეროვნული ენერგია უკვე აგიზგიზებულ კოცონად აქცია მიმართა ის მტრის წინააღმდეგ და გააერთიანა ჩვენი ქვეყანა და მან შექმნა დიდი საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის და მაგალითიც იმისა, თუ მომავალშიც როგორ უნდა იმოქმედოს საერო და სასულიერო წარმომადგენლობამ და როგორი შეთანხმებით უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მსახურება მომავალში. და ეს არის ნათელი მაგალითი ჩვენი დიდებული წარსულის. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენი საეკლესიო ხელისუფლება და საერო ხელისუფლება აუცილებლად უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, მათი შეკავშირება, რამე თუ სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმატებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებას. რეალურად ეს არის სიმბოლო ქვეყნის ერთიანობის, ქართული აზრის, გონის, ნიჭის, ინტელექტის, ეკლესიის, საზოგადოების ხელისუფლების ერთიანობის სიმბოლო. და უამრავი რამ გვაქვს ჩვენ შესასწავლი ამ უნიკალური წმინდანის ცხოვრებიდან. არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ ჭირდებოდეს ის დიდი იდეოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც ქართულ ეკლესიას შეუძლია ქართული მომავალი სახელმწიფოს აღშენებლობის საქმეში და ჭყონდიდის ეპარქია ალბათ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დღესაც და მომავალშიც შეასრულებს. რა იყო საქართველოს ისტორიაში ჭყონდიდის კულტურა და როდის ჩდება მისი შექმნის საჭიროება? მოგესალმებით. ჭყონდიდის კულტურა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე იღებს
სათავეს, მისი ფესვები იკარგება ისტორიულ აი ბნელ ტყეში, რომელსაც ქრისტიანობამდელი ეპოქა ეწოდება, წარმართული ეპოქა ეწოდება. წარმართულ ეპოქაში აი ამ ადგილას, სადაც ახლა ეს დიდებული მონასტერი დგას, ამ მთაზე, დგარა დიდი მუხა. ტოპონიმიკაც ჭონ დიდი, ეს არის კოლხური, მეგრულ ლაზური და ნიშნავს დიდ მუხას, სალოცა მუხას. საოცარია, რომ ეს არის ერთადერთი ეპარქია, რომელიც სალოცავი თვითონ ადგილი და შემდეგ ეპარქიის ცენტრი, რომელიც ატარებს ქრისტიანობამდელი სალოცავის სახელს. აი ეს შემორჩა, უნიკალურია ამითაც, ღვთის ნება იყო ალბათ ეს. აი ეს დიდი მუხა, რომელიც წარმართული სალოცავი ყოფილა, სადაც ასე საშინლად თაყვანსცემდნენ ამ წარმართულ ღვთაებას, ხდება ისე, რომ გადის პერიოდი და ანდრია პირველწოდებული შემობრძანდება საქართველოში და იქ ადაგებს აი ამ ადგილზე. ის შემუსრავს თავისი ლოცვით აი ამ დიდ მუხას, რომელიც წაიქცევა და მის ადგილზე აღმართავს ჯვარს. მსხვერპლშეწირვა, წარმართული მსხვერპლშეწირვა მდგომარეობდა იმაში, რომ აი აქ მსხვერპლად წირავდნენ პირველ შვილს, პირველ შობილს. მშობლები, რომელიც ეს იყო საშინელი ტანჯვის მომგვრელი ერისათვის, ერი ფაქტურად სატანის ტყვეობაში იმყოფებოდა და სწორედ ანდრია პირველწოდებულმა გაანთავისუფლა ერი ამ ტყვეობიდან და აი ამ ადგილებში არის დღესაც შემორჩენილი აი ასეთი ლეგენდა, რომ მსხვერპლად მიყავდათ მშობლებს შესაწირად შვილი, პირველი შენაძენი და მონასტრის, თანამედროვე მონასტრის ტერიტორიიდან ჩამოდიოდა უკვე გახარებული ხალხი, რომელთაც ნათელიღეს, ქრისტე შეიმოსეს და უთხრეს, რომ დამთავრდა, ახარეს, რომ აღარ არის უკვე ის სარწმუნოება, ჩვენ უკვე სხვა რჯულზე ვდგავართ და ახარეს მას და იმ ადგილს ეწოდა ნახარებაო. გადის საუკუნეები და აი ამ ნახარებაოში დამკვიდრდება მე-18 საუკუნის დიდი წმინდანი ანტონი ჭყონდიდელი, რომელიც მან დააშენებს მონასტერზე, იქვე განისვენებს. ჭყონდიდის კულტურა თვითონ და ეს ერის ერთიანობის, ასე ვთქვათ, სიმბოლო იყო ჭყონდიდი ყოველთვის თვით იმ წარმართულ ეპოქაშიც, იმიტომ რომ კოლხეთის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ აქ სალოცავად, არა მარტო სალოცავად, სალოცავი ყოველთვის იყო სააზროვნო ადგილი ერისათვის. იქ ერის წინამძღოლების სულიერი თუ ამქვეყნიური ძლიერნი ამასოფლისანი იკრიბებოდნენ და ერის ბედიღბალზე ჭობდნენ, მაგრამ აი ეს ადგილი უფალმა არ დაუკარგა ქართველ ერს და ანდრია პირველწოდებულის ლოცვის ზალით პირველივე საუკუნიდან აქ უკვე სალოცავი იყო. შემდეგ უკვე ხდება ისე, რომ აქ მე-7 საუკუნეში, როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, უკვე მონასტერია. ხოლო მე-9 საუკუნეში, როდესაც არაბთა შემოსევა გადაივლის, აფხაზეთის სამეფო ყალიბდება და აფხაზთა მთავარი ჯდება აფხაზეთის მეფედ ქალაქ ქუთაისში. აფხაზეთის მეფე ლეონი აკეთებს ასე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ღებულობს, რომ დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა საეპარქიო ცენტრებს აუქმებს. კერძოდ საეპარქიო ცენტრი იყო პეტრაში. ეს არის თანამედროვე ციხისძირი ქობულეთის რაიონი და საეპარქიო ცენტრი გადააქვს შიგნით. და ეს არის მაშინ ყალიბდება და საფუძველი ეყრება ხინოწმინდის საკათედრო ტაძარს და კათედრას. აუქმებს ფაზისის ეპარქიას და სწორედ იმ პერიოდში მე-9 საუკუნიდან ხდება ის, რომ ჭყონდიდის ეპარქიას აარსებს ფაზისი. ამის მიზეზი იყო შემდეგი, დასავლეთ საქართველო იყო ელინიზებული. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, ქრისტიანობამდეც და ქრისტიანობის შემდეგ ეს ელინური ეპოქა ჩვენი ქვეყნისათვის იმდენად ძლიერი იყო, რომ წერა-კითხვაც კი აქ ბერძნული ყოფილა. ქრისტიანობას თავისთავად შეესწორა ამ ელინიზმს, ძირითადად სასულიერო პირები და იერარქები სულ ბერძნები იყვნენ და აქედან გამომდინარე ლეონ აფხაზთა მეფე, ეს დიდებული ქართველი კაცი დგამს ასეთ ნაბიჯს, რომ შავი ზღვისპირეთი მაინც ბიზანტიის გავლენა იყო, მაინც ელინური გავლენა იყო და ათავისუფლებს ქვეყანას ამ ელინისტური გავლენისაგან და ეროვნულ კათედრებს ქმნის. ასე მოხდა, როგორც მოგახსენეთ, პეტრაში,
გადატანილი იქნა ხინოში, ფაზისი გაუქმდა და გადმოტანილი იქნა ჭყონდიდში, გაუქმდა გიენოსის კათედრა, თანამედროვე ქალაქ ოჩამჩირის სიახლოვეს და გადატანილი იქნა ბედიის საკათედრო ტაძარში, რომელშიც შემდეგ ბაგრატ მეფემ დიდებული ტაძარი ააშენა. აი ეს მომენტი არის ძალიან საინტერესო ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის. იმიტომ რომ აი ამ დროს ხდება ეროვნული ეკლესიის, ასე თქვა, დაარსება დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროა, სავალალოა, რომ აი აფხაზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების ხოცვა ჟლეტაში ხელებგასრულ ხალხს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს აჯილდოებენ ლეონ აფხაზთა მეფის ორდენით. ეს არის უდიდესი ჯილდო ამჟამად აფხაზეთში. თუ არა და ამ კაცს, როგორც ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ბრძანებს, მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ქართული ეროვნული საქმის მეტი არაფერი უკეთებია. პარადოქსია. აი რა შეიძლება ამას დაერქვას? გაყალბება რასაკვირველია და ხალხისათვის რაღაც თვალებში ნაცრი შეყრა და თქმა იმისა, რომ აი ლეონ აფხაზთა მეფე იყო, ასე ვთქვათ, უდიდესი მეფე, აფხაზი და რომელმაც მხოლოდ აფხაზების საქმე აკეთა. ამ კაცმა მთელი თავისი ცხოვრება ქართული ეროვნული სულიერების პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას მიუძღვნა და ჯერჯერობით ამ კაცის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში წარმოჩენილიც არ არის დაფასებული და შეფასებული ლეონ აფხაზთა მეფის აი ეს უდიდესი ღვაწლი. ამაზე ალბათ სამომავლოდ საფიქრალია, რომ აი ეს საკითხი ჩვენ წარმოვაჩინოთ აუცილებლად. რომ მიუბრუნდეთ ისე ჭყონდიდს ინსტიტუტს. ისტორიიდან ისიც არის ცნობილი, რომ ძირითადად კი არა და ეს ერთი გამონაკლისის გარდა იყო გადადიანებული ჩიქოვანები, რომელთაც ჰქონდათ როგორც გონება, ასევე ქონება. რატომ მოხდა ასე, რომ ეს გვარში საუკეთესო შეარჩიეს თუ რა იყო ამის მოტივი? ამისი მოტივი ახლა პირველ რიგში რომ გითხრათ ეს ძირითადად მე-17 საუკუნიდან იყო, როდესაც დადიანების დინასტია, უბრალოდ ჩიქოვანების დინასტია გადადიანდა. ჯერ პირველ რიგში სიტყვა დადიანი რომ ვიცოდეთ ეს თავიდან თანამდებობა იყო და არა გვარი. დადიანების თავდაპირველი დინასტია იყო ვარდანიები. აი ცოტნე დადიანის დინასტია რო ვთქვათ, აი ის რომელ დინასტიასაც ის განეკუთვნებოდა ვარდანიები, რომელნიც ქართულ საისტორიო წყაროებში ვარდანის ძეებად მოიხსენიებიან. მე-17 საუკუნეში ხდება დინასტიური ცვლილება. დადიანების მოურავი, ფაქტიურად სამეგრელოს პირველი ვეზირი, კაცია ჩიქოვანი ჯდება დადიანების ტახტზე. ამას ხელს უწყობს მთელი რიგი პროცესები, რომელიც დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. ეს არის პერიოდი, საშინელი პერიოდი საქართველოს და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსათვის. ოსმალეთი ცდილობს აქ განიმტკიცოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება, ახდენს ინტერვენციებს, შემოსვლას, დგება ოსმალური ჯარები, იწყება არეულობა. აი ამას იტალიელი მისიონერები, ჟან შარდენი, სხვათა შორის ფრანგი მოგზაური და ვაჭარი აღწერენ ამას, თუ რა საშინელება ტრიალებდა მაშინ აქ და სწორედ ამ პერიოდში ხდება ისე, რომ ჩიქოვანები ჯდებიან დადიანების ტახტზე. ესენი არიან ლეჩხუმის დიდებულები, ლეჩხუმელი დიდებულები, რომელნიც დადიანების მოურავი იყო, უშუალოდ კაცია ჩიქოვანი და ხდება ასეთი რამ. ოდიში, ანუ სამეგრელო ასე თუ ისე მშვიდდება. თუმცა სიმშვიდისაგან ძალიან შორს არის, მაგრამ პოლიტიკურ სიტუაციას ეს უჭკვიანესი კაცია ჩიქოვანი არეგულირებს ოსმალეთთან ურთიერთობას, არეგულირებს შიგნით არეულ სამეგრელოსა და გურიას შორის, სამეგრელოსა და იმერეთს შორის რეგულირდება სიტუაციები, თუმცა შინაომები მაინც გრძელდებოდა და სამეგრელოს სამთავრო, რომელიც განიცდიდა ოსმალეთის შემოსევას, განიცდიდა აფხაზეთიდან მთიელთა შემოსევას, ტერიტორიები ფაქტიურად აი ეს ოკუპაცია იმ დროსაც მოგეხსენებათ ოსმალეთის წაქეზებით მთიელები ახდენდნენ სამეგრელოდან მოსახლეობის აკრას, ენგურს გაღმა სამეგრელო ფაქტიურად დაიცალა მოსახლეობისაგან, ზოგი ტყვედ გაიყიდა, ზოგი გაიხიზნა, ზოგი მთებს შეეფარა, მაგრამ ასე თუ ისე ახერხებს კაცია ჩიქოვანი ამ სიტუაციის დარეგულირებას. შემდეგ უკვე მისი მომდევნო ჩიქოვანები უფრო აძლიერებენ აი ამ კურსს, კაცია ჩიქოვანის აღებულ კურსს და ხდება ასეთი რამ. გადადიანებული ჩიქოვანები ხდებიან სამეგრელოს ერთპიროვნული მმართველები, როგორც სამთავროსი, ასევე ამ დინასტიიდან გამოსული სასულიერო პირები ხდებიან სამეგრელოს სულიერი ლიდერები, ძირითადად ჭყონდიდის კათედრის
მართველები, ჭყონდიდი სამეგრელოში ყოველთვის წარმართველი კათედრა იყო ხობის ეპარქია, იყო ცაიშის ეპარქია, იყო ბედიის ეპარქია, იყო მოქვის ეპარქია, იყო დრანდის ეპარქია, ეს ყველა სამეგრელოს ეპარქიები იყო, მაგრამ აქ უპირველესი იყო ჭყონდიდელი. საინტერესოა ერთი ფაქტი კიდევ, რომ აფხაზურ ენაში დღესაც აჭყვანდარ ნიშნავს მღვდელმთავარს. რაც მეგრული ჭყონდიდა, ესე იგი მეგრული ფორმა ჭყოინდარი, ანუ ჭყონდიდელი და აჭყვანდარ ნიშნავს მღვდელმთავარს. ანუ აფხაზი კაცისთვისაც ჭყონდიდელი გაიგივებული იყო მღვდელმთავართან. ანუ ეპისკოპოსი მისთვის იყო ჭყონდიდელი, უმაღლესი სასულიერო იერარქი. აი ძალიან საინტერესო ფაქტორია, ამაზედაც გასამახვილებელია ალბათ ყურადღება. რადგან სიტყვა მოიტანა ბარემ ისიც თქვათ, რომ აფხაზურ ენაში საეკლესიო ტერმინოლოგია სულ ქართულ მეგრულია. აი ეკლესია მეგრულად არის ოხვამე, აფხაზურად არის აუახვამა, ქართულად არის ჯვარი, აფხაზურად არის აჯარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამითაც ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ჭყონდიდელთა ძალაუფლება მარტო ჭყონდიდის ეპარქიის ფარგლებს ასე ვთქვათ, არ კმაყოფილდებოდა, ვრცელდებოდა მთელს სამეგრელოსა და აფხაზეთში, რასაც ძველ დროში საბედიანო ეწოდებოდა. თვითონ გიორგი ჭყონდიდელიც, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ბედიანის გვარისა იყო ის გვარად ბედიანი. ანუ ეს იყო პოლიტიკური სტატუსი. ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. ისინი ქვეყნის მართვა გამგეობაში მონაწილეობას ღებულობდნენ და ერეოდნენ სახელმწიფო საქმეებში, რა საკვირველია დადებითად, რა საკვირველია ხელისუფალთან შეთანხმებით და რა საკვირველია ქვეყნის აღიარებად. და ამის ნათელი მაგალითი გიორგი ჭყონდიდელი. გიორგი ჭყონდიდელი პირველი მაგალითი არ არის გიორგი ჭყონდიდელი, სხვა ჭყონდიდებიც იყვნენ, მაგრამ აი რასაც ქვია ზენიტში მყოფი აი ამ ჭყონდიდელთაგან იყო გიორგი ჭყონდიდელი. ბოლოს და ბოლოს სტატუსი ცნობილია მისი. ეს იყო წიგნობარ თუხუცესში ჭყონდიდელი თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ, სახელმწიფო მოწყობის ეს იყო პრემიერ-მინისტრი. ვაზირთა უპირველესში, რომელიც იყო რომელ ინსტიტუტშიც ერთიანდებოდა სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტი და საეკლესიო ეკლესიასთან ურთიერთობის ინსტიტუტიც. ამ ორ რაღაცას აერთიანებდა ჭყონდიდელი. ნიშანდობლივია კიდევ ერთი რამ. ხელმწიფის კარის გარიგებაში, რომელიც ეს იყო ფაქტიურად მეფის ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, საყრდენი იდეოლოგიური წიგნი, წერია ასეთი რამ: მეფედ კურთხევის ცერემონიალი. როგორ ტარდებოდა სვეტის ხოვლის ტაძარში, ერთიანი საქართველოს მეფეზე გვაქვს საქმე, საუბარი, საკურთხებელ უფლისწულს საკურთხევლის კარებთან მიიყვანდა მღვდელმთავრები. და ცალი მხრიდან მარჯვენა მხრივ მას ხელს ჩასჭიდებდა კათალიკოსი, მარცხნივ მას უდგებოდა იშკნელი ეპისკოპოსი. ეს იყო სამხრეთ საქართველოს უდიდესი ეპარქიის მმართველი და შეიყვანდნენ საკურთხეველში. როდესაც იქ მეფედ კურთხევის ცერემონია აღსრულდებოდა, უკვე მეფედ ნაკურთხ უფლისწულს მარჯვნივ კვლავ კათალიკოსი მოგიდებდა ხელს, ხოლო მარცხნივ უკვე ჭყონდიდელი დაუჭერდა ხელს და უკვე მეფედ ნაკურთხ კაცს გამოიყვანდნენ აი ამ საკურთხევლიდან და წარუდგენდნენ ერს და ქვეყანას და რა ვიცი, სულ ყველას მის საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობა, რა საკვირველია, ერთსულოვნება იყო და ისე შესანიშნავად ქონდათ ეს ჩვენ წინაპრებს მორგებული სახელმწიფო მმართველობისათვის, რომ ჭყონდიდელი მამა არს მეფისა, ასე ეწერა, ასე ვთქვათ, იმ ხელმწიფის კარის გარიგებაში. იმდენად დიდ საქმეს აკეთებდნენ. რაც შეეხება ჭყონდიდელი მამა არს მეფისა, ეს იწყება გიორგი ჭყონდიდელიდან, იმიტომ რომ გიორგი ჭყონდიდელმა აღზარდა ტახტის მემკვიდრე. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჭყონდიდელი მას ზდიდა, რომ დაუფიქრდეთ ჩვენ, ზრდიდა პოლიტიკურ მოღვაწედ. მას არ ზდიდა ბერად, მონაზვნად, ასე ვთქვათ, სასულიერო პირად. ანუ რამოდენად დიდი ცოდნა ჰქონდა ამ კაცს, რომ მან შეძლო აღეზარდა პოლიტიკური მოღვაწე. გასაკვირველი ეს ერთმანეთში შეეხამებინა და აი ეს უფლისწული ფაქტია, რომ მოქცა. თუმცა ისტორიკოსები ამბობენ, რომ არ ყოფილიყო დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა გიორგი ჭყონდიდელი და რომ არ ყოფილიყო გიორგი ჭყონდიდელი, არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაბალანსებული უნდა იყოს სახელმწიფო, თუ გვინდა რომ იყოს ძლიერი, იქ დაბალანსებული უნდა იყოს როგორც საერო, ისე სასულიერო ინტერესი, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია ომების ისტორიაა, წაგებული თუ მოგებული. აი ამას წინათ გადავხედავ
შევხედე ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას და ძალიან საინტერესოდ მენიშნა ის ორი ბრძანებულება, რომელიც მას გამოუცია. ერთი არის, რომ მან აკრძალა სამეგრელოს ტერიტორიაზე დიახ ეს ძალიან სახელმწიფოებრივია. მეორე რომ მან აკრძალა მიწების გაყიდვა უცხოელებზე და მესამე ძალიან საინტერესო იმ პერიოდში ეცადა გაეტარებინა პოლიტიკა რომ სამეგრელოს მოსახლეობას დაერეგულირებინა ურთიერთობები გურიის მოსახლეობასთან და აქედან ჩანს მისი დამოკიდებულება ერთიანი საქართველოსადმი. გასაგვირველი ანტონ ჭყონდიდელმა მაშინ ძალიან ბრძნულად გაჰკვეთა, ასე რომ ვთქვათ, მართკვეთელი იყო ნამდვილად ღვთის წინაშეც და კაცის წინაშეც. სამკვდრო სასიცოცხლოდ იყო მაშინ გურია და სამეგრელო წაკიდებული. ეს იყო ტიპიური ფეოდალური დაპირისპირება, არანაირი აქ კუთხური ნიშნი და ასე ვთქვათ არ იყო, ეს იყო ფეოდალების ერთმანეთთან შუღლი, მიწებს ვერ იყოფდნენ, იქ იყო რაღაც დავა 1000 საკითხებზე და ასე შემდეგ და აი ამ მართლმკვეთელმა ეპისკოპოსმა ანტონი ჭყონდიდელმა წარგზავნა დელეგაცია გურიაში სასულიერო და საერო პირები დაკომპლექტებული და დაარეგულირა ეს სიტუაცია ნამდვილად უმაღლეს დონეზე, რასაც ქვია და მას შემდეგ ეს შუღლი აღარც კი ყოფილა, აღარც განმეორებულა, იმოდენა დიდი სიყვარულის თესლი ჩაითესა. პოლიტიკური ჭრეტა ქონდა მას და ხედვა ქონდა სულიერებასთან ერთად. ამის შემდეგ მოდის მეფის რუსეთის ეპოქა. საქართველო კარგავს სახელმწიფოებრიობას. სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან ერთად სახელმწიფოებრიოვი აზროვნებაც უკვე ნელ-ნელა ხელიდან გამოგვეცალა. ჩვენ წემსავდა უცხო ერი, უცხო ქვეყანა, მაგრამ გასაგვირველია ებრძოდნენ ეროვნულობას, ეროვნულ მუხტს ყველანაირად ცდილობდნენ რომ ეს გაეკარწყლებინა და აი ამ დროს კიდევ ჭყონდიდის კათედრაზე მოდის ღვთისგანგებულებით ასევე მართლმკვეთელი ეპისკოპოსი გრიგოლი დადიანი. ესეც ჩიქოვან დადიანთა დინასტიიდან, ესეც იმ დიდი ოჯახის და დინასტიის წარმომადგენელია, რომელთაც აი ასე დიდებულად განაგებდნენ აი ამ სამწყსოს და ხდება ასეთი რამ, ეს არის მე-19 საუკუნის მიწურული, მე-20 საუკუნის დასაწყისი და გურია სამეგრელოს ეპისკოპოსად ჯდება გრიგოლი დადიანი და ხდება რა რეაქციის პერიოდია. იწყება საშინელი ანტიქართული, ასე ვთქვათ, ნაღმის მოზელა, რათა აფეთქდეს ეს ნაღმი და საქართველო დანაწევრდეს. ქართული ერთიანი სულიეროდ დაიშალოს. და შესანიშნავად გათვლილი ყველაფერი და იწყება რა პირდაპირ სამეგრელოს ეპისკოპოსი ღებულობს უწმინდესი სინოდისაგან, რუსეთის უწმინდესი სინოდისაგან და შემდეგ უკვე ეგზარხოსისაგან ბრძანებას, რომ სამეგრელოს ეკლესიებში და სამეგრელოს სკოლებში წირვა-ლოცვა და სწავლება უნდა ამოიღონ ქართული მთლიანად და დაიწყოს მეგრულ ენაზე. თითქოს და სამეგრელოს ასეთი მოჭირნახულე და ასე ვთქვათ მეგრულ ენაზე გულშემატკივარი რუსი შოვინისტები. და ამ დროს უჭკვიანესი მღვდელმთავარი შესანიშნავად გათვლის ყველა სულას. იცის რომ დაპირისპირებას ამოდენა სისტემასთან აზრი არ აქვს. თუ არა და შეიძლება რომ ერი მართლაც დაიღუპოს, ხომ? და აკეთებს ასეთ შესანიშნავ სულას. ის შემოიკრებს სამეგრელოს სამღვდელოებას, წარჩინებულ სამღვდელოებას, სამეგრელოს თავადაზნაურებს, მაზრის მარშლებს, თავადაზნაურთა მარშლებს, მოგეხსენებათ მაშინ სამეგრელოში ორი მაზრა იყო, სენაკისა და ზუგდიდისა და მოაწყობს თათბილს და ეტყვის რომ აი ეს უნდა მოხდეს, რა გავაკეთოთ. დღესაც შემორჩენილია ეს ჩანაწერები და ამ ჩანაწერების მიხედვით სამეგრელოს სამღვდელოებამ, იმდროინდელმა სასულიერო პირებმა, საერო წარმომადგენლებმა, ინტელიგენციამ ამ კუთხისამ თქვა, ქართული ენა ყოველთვის იყო სამეგრელოში საღვთისმეტყველო, საღვთისმსახურო და სალიტერატურო ენა. მეგრულ ენას თავისი ადგილი ჰქონდა და ექნება ყოველთვის. და შეიძლება მეგრულ ენაზე სახარების თარგმნა, მეგრულ ენაზე ღვთისმსახურებამ გამოიწვიოსო რასკოლი, ანუ განხეთქილება, რასკოლი ეს რუსული ეკლესიისათვის და ნებისმიერი ეკლესიისათვის ეს საშინელი სიტყვაა და ყოველთვის ასე ვთქვათ შიშის მომგვრელია, მართლაც შეიძლება მას მოყოლოდა, იმიტომ რომ მეგრული ენა ვეღარ გამოხატავსო იმ სახარებისეულ შინაარს, რაც ქართული გამოხატულია, მით უმეტეს რომ ადგილობრივ მოსახლეობას შესანიშნავად ესმის ეს ენა.
ასეთმა ჭკვიანურმა მიდგომამ იმ დროს სამეგრელო გადაარჩინა. აი სახელმწიფოებრივი აზროვნება, არა ურა პატრიოტიზმი, მათ კი არ ატეხეს ყვირილი და კი არ თქვეს რომ როგორ რანაირად ჭკვიანურად მიუდგნენ. აი ჭკვიანმა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა ეს, აი ჭყონდიდელი მღვდელმთავრის აი ეს შესანიშნავად გადადგმული პოლიტიკური ლავირება, ეს ლამაზი ასე თქვა ნაბიჯები და ასე ლამაზად გაკეთებულმა საქმემ იმ დროს გადაარჩინა საქართველოს. სამეგრელო ხო დაიღუპებოდა, საქართველოს დაიღუპებოდა იმ პერიოდში. არც ეს არის ჯერჯერობით წარმოჩენილი სათანადოდ, აი ეს მოვლენაც არ არის საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ დანახული და შეფასებული და გააზრებული. ჩვენ გქონდა ამის შესახებ ბატონმა პაატა ქურდოვანიძემ, რომელიც დადიანების შთამომავალია, მან შესანიშნავი ღონისძიება ჩაატარა გრიგოლ დადიანს მიუძღვენით მარტვილში, გაშუქებული იქნა თავისთავად ტელევიზიების მიერ, მაგრამ როგორც ასეთი ჯერჯერობით კიდევ არ არის შეფასებული თუ რა მოხდა. რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ის მოხდებოდა სამეგრელოში. რომ არა ეს შემაკავებელი რაც აი იმ დროს იმ პოლიტიკურმა აზროვნებამ, რასაც ჭყონდიდელები ახორციელებენ, ეს ვერ მოხდარიყო. თუმცა ამის მცდელობა დღესაც არის. დღესაც არის იგივე ეს ლიტერატურა, რომელიც ვრცელდება მეგრულ ენაზე, საკმაოდ ხელმისაწვდომია, პირიქით მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანებმა მეტი ადამიანი გაეცნოს ამ ყველაფერს და აი ამაში საფრთხეს სამწუხაროდ ვერ ხედავენ. თუმცა როგორც თქვენ ბრძანეთ, დიდი წინაპრებიც, ჭყონდიდელებიც ამაში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ. ხედავდნენ საფრთხეს, იცით რა ხდება მეგრულ ენაზე ხა ლექსების, ფოლკლორის, თუნდაც სხვადასხვა ჟანრის ასე ვთქვათ ტექსტების დაბეჭდვა არ არის ეს საშიში, მაგრამ საშიშია უკვე, როდესაც სახარებას და ბიბლიას მეგრულად თარგმნიან. იმიტომ კი არა რომ ეს დანაშაულია დაუშვათ და რა მოხდა მე როგორ არ შეიძლება რომ მეგრულ ენაზე დაუშვათ და მე პირადად სასულიერო პირი ვარ და უამრავ სასულიერო პირსაც უთქვამს და გვითქვამს ერთმანეთზე ახსარება ჩვენ მეგრულად ვიბარებ ზოგჯერ არის რომ მოდის ადამიანი სურს და ვიბარებ უფალს მეგრულიც ესმის, მაგრამ საშიშროება იმაში მდგომარეობს რომ ეს კეთდება ყველაფერი ქართული ენის საწინააღმდეგოდ, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ერთი რამ მინდა უთხრა ყველას, რომ ჩვენმა ჭკვიანმა მტერმა ასეთი რამ დაილაპარაკა თურმე თავისთვის. აფხაზებიო უფრო ადვილი მოსატყუებელი ყოფილანო ვიდრე მეგრელები, ესენი უფრო გონება מחვილი ხალხი არა. მე ამის იმედი მაქვს, რომ ამ კუთხის შვილები ამას გააზრებულიც აქვთ უკვე და ეს ყოვლად შეუძლებელია ასეთ რაღაც, ეს მცდელობა არის და მეტი არაფერი. კარგით, აი როგორ ვითარდება ეს ინსტიტუტი და როგორ მოდის დღევანდელობამდე? ჭყონდიდელის სახელო, რასაც ქვია ჭყონდიდელის კვერთხი, ჭყონდიდელის საყდარი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი მქონე იყო. მაშინაც კი, როდესაც ჭყონდიდის მონასტერი გაუქმებული იყო, როდესაც აქ საბჭოთა პერიოდში ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა და ჭყონდიდელი სენაკის დედათა მონასტერში მკვიდრობდა. ურთულესი ეპოქა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჭყონდიდელი გახლდათ კათალიკოს პატრიარქი ეფრემი. ჭყონდიდის კათედრამ მისცა საქართველოს ეს მთავარი. მას შემდეგ რაც უკვე დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველოს, მას შემდეგ უკვე რაც ჩვენმა ქვეყანამ ნელ-ნელა უკვე იბრუნებს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა თავის სარწმუნოებას, ხდება ღვთისკენ შებრუნება, თუმცა უამრავი ხელისშემშლელი პირობებია, ჭყონდიდლობა ისევ თავის ადგილს იჭერს. თქვენ ხედავთ თუ რა დიდი აღშენებლობაა ჭყონდიდში, როგორი სულიერი აღშენებლობაა ჭყონდიდში. ჭყონდიდის მღვდელმთავრები მეუფე გიორგი, რომელიც 20 წელი განაგებდა შალამბელიძე ჭყონდიდის ეპარქიას, ყოველთვის თავის ქადაგებაში და თავის სიტყვაში ამბობდა ერთიანობას ხაზს უსვამდა ყოველთვის. აი გიორგი ჭყონდიდელის სიტყვები მას ყოველთვის ასე ვთქვათ კონდა შესაგონებლად ერისათვის, რომ ქვეყნის სიძლიერის წყარო ერთიანობა. ხოლო მეუფე პეტრე ყოველთვის ამჟამინდელი მღვდელმთავარი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ყოველთვის ამას ამბობს, ერთსულოვნება დიდსულოვნების გარეშე მიუღწეველიაო. მართლაც ადამიანი უნდა იყოს დიდსულოვანი, რომ ერთსულოვნება შეინარჩუნა. აი დღეს აი ეს პროცესები მიდის ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ უამრავი მანკიერი რამ ხდება, მაგრამ ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე ჭყონდიდის ეპარქია და ჭყონდიდელი მღვდელმთავარი ყოველთვის დგანან. ჩემი ფიქრით კიდევ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ აი დღეს საუბრობთ საქართველოს გაერთიანებაზე, პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე, ერის ერთიანობაზე. ჩვენ ხშირად მსჯელობთ ამ თემაზე და ვამბობთ ასე, ქართველი ერი პატრიარქალური ერია. ქართველ ერს ყოველთვის უნდა ყავდეს წინამძღოლი. ყავს ღვთისწყალობით პატრიარქი, მაგრამ უნდა ყავდეს მეფეც. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ოდესმე საქართველოში
და ეს დადგება ეს ალბათ პატრიარქიც ამას სასწოებს და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი ამას სასწოებს დადგება რომ აღდგება ბაგრატიონთა დინასტია მე დარწმუნებული ვარ რომ ჭყონდიდის კათედრა და ჭყონდიდი თვითონ უდიდესი საყრდენი იქნება ბაგრატიონებისათვის ეს ამას სასწოებს ჩვენ და მოველით ამ დღეს როდესაც ეს იქნება მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ულოცავ ჭყონდიდობის ბრწყინვალე დღესასწაულს ღმერთი იყო საქართველოს მფარველი მომავალ შეხვედრამდე